განსხვავებული ადამიანი ხარ. ადამიანი, რომლის შესახებ ორი რადიკალურად განსხვავებული აზრი არსებობს. ჩვენი მაყურებელი კადრში ახლა ძალიან კარგად ხედავს შენს შუბლზე გამოსახულ ჯვარს. და მე მინდა გკითხო, რა ხდება შენ თავს? თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ არავის არ ეგონოს, რომ აქ-ის ორთოდოქსი ქრისტიანი ბავშვობიდანვე ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი. ანუ ის ხო ჩვეულებრივი ოჯახი, როგორც ხდებოდა ხოლმე იმ პერიოდში, ზოგადი წარმოდგენა ეკლესიის შესახებ და რელიგიის შესახებ. და მეც ანალოგიურ დამოკიდებულება მქონდა, ეკლესია ძირითადად მიმაჩნდა უფრო ისტორიული ძეგლი, ვიდრე ვთქვათ იქ რაღაც საქმიანი ხდება და რაღაც ასიკეთო ხალხისთვის. შემდეგ მე გატაცებული ვიყავი როკ მუსიკით და მე საერთოდ და მეცალა შეიძლება ითქვას ქრისტიანობისთვის და ქრისტიანული ჩვეულებებისთვის. უბრალოდ როდესაც რუსეთიდან ჩამოვედი, თხოვეს რომ წავიდეთო ერთად ეკლესიაში, ხვალ დიდი ხუთშაბათია. შენ ხარ 13 წლის? მე ვარ 13 წლის. როკ მუსიკით ხარ გატაცებული? საერთოდ არ გაინტერესებს რელიგია? გალობის მოსმენად. წავედი ტაძარში, თეკლას მონასტერია იქვე ჩვენთან, სადაც ვცხოვრობთ. ქუთაისში. ქუთაისში. თავიდან შესვლა, მე როგორც იქნა გადავწყვიტე რომ შევიდე, იმიტომ რომ ბევრი ხალხი იყო და ესეც აგრესიული დამოკიდებულება მქონდა, რომ აქ როგორ უნდა შეხვიდე, აქ. ბოლოს შევედი. დავდე კილოცვაზე, როგორც ყველა იდგა. უსმენ მგდას მე ერთი სული მაქვს, ოდის მორჩება, რომ ჩემ მეგობრებთან ერთად წავიდე. ხდება, ანუ მონასტერს ეკლესიის შიგნიდან აქვს სარკმელი. კანკელი სადაც არის, ღია არის ეს კარი, გაღებული აქვს და ჩანს რომ სატრაპეზოდან ჩანს რომ ამოდის კვამლი. ამ კვამს ჰქონდა ერთი უცნაურობა, იყო ცისფერი ფერის. მთლიანად ბრუსი დადგა, ანუ სარკმელიც დაიფარა. დადგა ნისლებით. მოჩანს ნათელი ბურთი. და ეს ბურთი შესკენ მოდიოდა? არა, და ეს ბურთი გასწორდა ზუსტად სარკმელთან. ხო. ამ ბურთმა მიიღო, ამ ცეცხლოვანმა ბურთმა მიიღო ჯვრის ფორმა. სწრაფად წამოვიდა, თავიდან ნელ-ნელა მოდიოდა და გუნკერდის არეში დამეჯახა. ეს არ იყო ხა არავის არ ეგონოს რომ შემეხო, ეს იყო დარტყმა, რომელმაც მე გადამაგდო. წამევიდა გული როგორც ყვებია. რამოდენიმე წუთში მომასულიერეს, ალბათ რაღაც 10 წუთში, ნაკურთხი წყალი, მღვდელმა მოპყურა. არაფერი არ მომხდარა. მე უბრალოდ ჩავიკეტე იმ დღეს. რას ნიშნავს? მე ვიყავი ჩემს თავში ჩაკეტილი, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი რომ მიან დამეწყო галлუცინაციები. და მართლა ჰალუცინაცია იყო. მე ბოლომდე სხვათა შორის რაოდენ უცნაურიც არ იყოს მაყურებელისთვის გასაგონად, მე უკვე 8 წელია სტიგმატები მაქვს და მხოლოდ 3 წლის უკან დავიჯერე რომ მე სტიგმატი ვარ. მე 5 წელი საკუთარი თავის არ მჯეროდა. მოდი განვაგრძოთ, მოგვიყევი მე რა ხდა, ხო? წამოვედი სახლში და ამის შემდეგ მე უკვე დამეწყო სერიოზული პრობლემები საკუთარ თავთან. რას გულისხმობ? მქონდა ესე შეგრძნება ელემენტარული, როდესაც ვიცექი, წვებოდი დასაძინებლად და წევარ. გრძნობ როგორ მოდის ტალღები. ეს ტალღები არის, არ ვიცი როგორ აგიხსნათ, ეს არის ჰაერივით ხდება და ამ ჰაერს მოაქვს რაღაც შეგრძნებები. ამ შეგრძნებებიდან გეწყება უამრავი ემოცია, სხვადასხვა ემოცია. შეგრძნება გაქვს, რომ შენზე ვიღაც ლაპარაკობს, რომელსაც ვერ ხედავ. ანუ ეს არის ფსიქოლოგმა რომ მოისმინოს, მე საკმაოდ კარგად შესწავლე ფსიქოლოგია. ჰალუცინაცია, ანუ ადამიანი შეიძლება დაშინების შედეგად ჩავარდეს გავს რაღაცა. და არავის უსწია რომ მაპატიე ფსიქიატრთან მიიყვანე? არავინ არ იცოდა. 8 თვე იყო გასული, როდესაც მე მშობლებს უთხრა, რომ მე ესეთი რაღაც ჭირს. სამღვდელოების პოზიცია იყო ესეთი, ქუთაისის ეპარქიის, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ღვთისგან ნიშანი, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან არის. ანუ ნიშანი, რომელიც არ იქნება ხელმისაწვდომი ბოროტის სულისთვის. რაოდენ დაუჯერებელი იყო, ეს იყო კატეგორიული პირობა. საღამო ხანს ხედავ არ მძინავს ხოლმე მსგავს დროს. ხედავ აშკარად, რომ ოთახში იწყება თოვლივით მოდის ბურთები. ნუ თავიდან ძალიან ნელ-ნელა და შემდეგ ეს ბურთები მრავლდება და მრავლდება.
და ბოლოს იყო, არ ვიცი, ალბათ ბარდნისო ქართულად რო იყო და ეს რამე ხდა და უკვე აღარ მეშინია. სადაც წევხარ, თვალი გახელილი არ გძინავს. არა, არც ვიწექი. პირდაპირ ხედავ. ბარდნის ხო, ესეთი გაუცებული ვარ ამ ყველაფერში, ერთადერთი, ამ ბურთებში შიგნით კიდე იკითხება რაღაც წარწერები. ხა თუ ძალიან დააკვირდები, რაღაც გარდამავალია ეს ყველაფერი. და ეს ბურთები შეიკრა ერთიანად გაკეთდა სვეტი. ალბათ რაღაც ძნელია სახსნელია და ეს სვეტი გადაიშალა ერთი სიტყვით ცეცხლოვანი სვეტი და ხედავ მაღალ ადამიანს არა გამოსახულებას. ეს არის სადღაც ალბათ 2 მეტრამდე, ჩემზე ბევრად მაღალი. ასხმული აქვს აბჯარი, ხელში უჭირავს ფარი. უკავია ხმალი, ხო მეცინება, ახლა მეცრო, ხო უყურებ გაშეშებული, იმიტომ რომ არ ვიცი რა იქნება. არ გეშინია? არ მეშინია. ტუჩების მოძრაობა მე არ მინახავს, მე მაყურებელს ვერ მოვუყვები, როგორ მითხრა და გამიღიმა. მე გავიგონე ხმარო. ასპიცა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდა. ეს რას ნიშნავს? დასწრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. და მოხდა წამიერად ეს ყველაფერი გაქრა. ჩავედი სამდელო პირთან, მოვუყევი ამის შესახებ და მითხრა, ეს არის 90,000 ფსალმის სიტყვები, ბოროტზე გამარჯვების სიტყვები. და როდესაც ამ ეს ყველაფერი გაქრა, მე მქონდა ყელზე გამოსახული 3 ჯვარი. როგორ ყელზე გამოსახული 3 ჯვარი? აი აქ იყო ერთი ცენტრალური და გვერდებზე 2 შედარებით პატარა. ეს იყო გამოსახული. ეს ნაწილობები იყო? არა, არანაირად არ იყო ნაწილობები. ეს იყო კანსა და ხორცს შვა. ჩალურჯებული. ვენა გეგონებოდა სხვა ჩერს იმიტომ რომ ხელსაც რომ დაადებდეს მოძრაობდა შიგნიდან. გტკიოდა? არა. არანაირად კიბის შეგრძნება არ მქონდა. და ესე მოხდა პირველი შეხება სტიგმასთან მაყურებელმა რომ გაიგოს მინდა უთხრა სხეულზე გამოსახულება ყოფილი გამოსახულება არ აქვს მნიშვნელობა ეს არის სტიგმა და სტიგმატები არის როდესაც ადამიანს უჩნდება ქრისტეს ჭრილობები ეს იყო ჩემი პირველი შეხება სტიგმასთან მე როგორც ჩავედი სამღვდელო პირებმა მითხრეს აი ეს არის ის ნიშანი რომელსაც ჩვენ ველოდით იმიტომ რომ ჯვრის სახით ეშმაკი ვერ მოდის და გააგრძელებ ეკლესიურად ცხოვრება და უფრო გაიზრდები ღმერთი მოგცემს გზას გაჩვენებს რომელზეც უნდა იარო. მეც გავაგრძელებ რელიგიური ცხოვრება. ჩავაბარე სემინარიაში საკმაოდ პატარა ეს სადღაც 14 წელს ასაკში მე უკვე ვსწავლობდი სემინარიაში. სამი კურსის მასალა მე მგონი 9 სემესტრში დავხურე, იმიტომ რომ ცოტა ძნელი არ მინდა მაყურებელმა კარგად გაიგოს, ძნელია იჯდე და ისმენდე იმას, რაც უკვე იცი. საიდან იცოდი ეს ყველა? მე არ ვიცი, მე დღემდე ვიცი ხოლმე თქმა, რომ რაღაც პროგრამა მაქვს ჩადგმული, რომელმაც ყველაფერი იცის, თქო, მე არაფერი არ ვიცი. მე რაც ვიცოდი, მოვყავ, მე ვიცი. საიდან იცი ის, რაც არ იცი? არ ვიცი. უაზრობას გეკითხები, მაგრამ შენ ამას ამბობ. არ ვიცი, მე მომცა ღმერთმა. მე დღეს უკვე ესე მწამს, რომ მე მომცა ეს ცოდნა ღმერთმა. როდის გაჩნდა სხეულზე წინასწარმეტყველების შემცველი ტექსტები? აი, ზუსტად ამ პერიოდში 14 წლის ასაკში ჩნდება პირველი წარწერა ხელზე. წამიერი წვარი, როდესაც ეს ყველაფერი იწყება, ანუ ისა თითქოს რაღაც ძალა იმ ადგილს ნიშნავს, სადაც უნდა გამოისახოს. აი, მაგალითად, როდესაც მე წარწერა გამომდის, აი ამ მანძილიდან ამ მანძილამდე მე აქ დენი რო გაკირე რო ხო, ასეთ წვის შეგრძნება მაქვს. გამოისახა წარწერები, ჩვენ რა თქმა უნდა დაუკავშირეთ ძველი ქართული ენის სპეციალისტს. რამდენ ხანს ქონდა ეს წარწერები სხეულზე? საკმაოდ დიდ ხანს. საკმაოდ დიდხანს დარჩა ეს წარწერები. შემდეგ სადღაც ალბათ 5 დღეში, 6 დღეში, მაგრამ 5-6 დღე არის საკმაოდ დრო, როდესაც სპეციალისტებმა ნახოს, სამღვდელო პირებმა ნახოს. და იყო გამოფრთხილებელი წარწერა, აქ იყო რიცხვი მინიშნებული, იყო პლანეტების გამოსახულება, რაც დასამალი არ არის, იყო ამ ძველ ქართულას ვერთან პლანეტების გამოსახულება, რაღაც წყობა პლანეტების, იყო იეროგლიფები, რომელიც ვერ გაიშიფრა, რა თქმა უნდა, საქართველოს შერამის საშუალება არ აქვს და იყო ძველი ქართული წარწერა, რომელიც მოასწავებდა ნგრევას. ანუ რა ეწერა? ასოები როცა გამოითვალეს ეს ხო ნგრევა 24:04.
ანუ 25.04 მე არ მახსოვს ბოდიში, ანუ თქვენ მიხვდებით ჩემს დამოკიდებულებას ამ ყველაფერს ბევრ შეერავს, თითქოს ინტერესით ვარ ამ ყველაფერს, მე რაღაც ფანატისტური დამოკიდებულება ხალხო არა, არ მახსოვს მე ესე დეტალურად. ერთ სიტყვით ეს ინფორმაცია მიეწოდა საპატრიარქოს, მიეწოდა ვინც გახსნა ძველი ქართული სპეციალისტს. და 24-ში ან 25-ში ეს არის აპრილის დასაწყისი და 24 ან 25-ის ზუსტად არ მახსოვს აპრილს მოხდა თბილისის მიწისძვრა. შემდეგ 6 მაისს ალბათ ყველაზე საინტერესო დღე ჩემს ცხოვრებაში. 6 მაისს მე ჩვეული წესით საღამოს ძილისწილოც ვთქვი, დავწექი დასაძინებლად და წამიერად აი ვიღზაინო გული მიმდიოდა და ამ პროცესში ვერც მოსწერ თქმა რომ ცუდად ავარ. შეგრძნება მაქვს ცუდი. გავითი შეღოთ მოხდი სრულ სიცარიელაში და ხეთს ხედავ ზემოდან. ზემოთა ხეთს ხედავ, ეს არის მთის ზედა ნაწილი, რომელიც ბურუსით არის დაფარული და მიმდინარე ჯვარს. ეს არის პროცესი, როდესაც მიყვანილია ჯვრამდე და ამაგრებენ თოქს, უმაგრებენ ხელზე, რომ ლურსმანი დაარტყა. როდესაც ეხებია, ან როდესაც ბაწარი გადაუჭირეს ხელზე, მიგზენ რომ ეს თითქოს მე მიჭერდა. და შეგრძნებები გადმომეცეოდა მთლიანად. ამ დროს რამდენი წლის ხარ? 14 წლის. ხო. გააჭედეს ჯვარზე. და ჯვარი როგორც წესი, როგორც ხდებოდა, წამოაყენეს. წამოყენების შედეგად ეს ვინც ჯვარსაცვას გამისწორდა პირისპირ ესე დავინახეს სახე. ნუ სახე ისეთ მდგომარეობაში იყო, მე გამიჭირდება, აღწერებს იყო ნაწამები, ნატანჯი ადამიანი და მე დავინტერესე როგორ აღმოჩნდით ჩვენ ესე პირისპირ. გავიხედე, აღმოაჩინე რომ მე ჯვარზე ვიყავი გაკრული პირდაპირ. ორი ჯვარი იყო პირისპირ. რა თქმა უნდა ხილვაში, ნამდვილად ჯვარზე არაფერს გავკრივა. უკვე გამოღვიძებულზე მე მქონდა 4 ნალორსნები. გეტყობა ახლა ისე? შრამები ძალიან მკრთალად. ეს ხო ნალურსნები ხელებზე და ფეხებზე. 3 დღის განმავლობაში მე გამიჩნდა ფერდის ნაიარები, რომლისგანაც სისხლის ნაცვლად წამოვიდა ზეთი, ეს ხო მირონი. ეს არის სქელი ბლანტი სითხე, ხო, ზეთის შემცველობის, რომელსაც წააგავს ფაქტური ძეს და რომელსაც აქვს სურნელება. მირონის სურნელება და ანუ არ შეიძლება გამორიცხულია რომ ეს იყოს რაღაც სითხე რომელსაც შემდეგ დავარქვით მირონი. თავიდანვე იყო მირონი. იმიტომ რომ სწორედ ამ მირონდენის გამო როდესაც მირონი წამოვიდა ჭილობიდან მოხდა საპატრიარქოზე შეტყობინება რომ ესეთი რაღაც ხდებოდა რომ ცოცხალ ადამიანს ცოცხლად მოდიოდა ზეთი ღია ჭილობიდან სისხლის ნაცვლად. შემდეგ უკვე აი 3 დღეში დაიხსნა ყველა ჭილობა, დამიხსნა შუბლზე ეკლეს გვირგვინის ნაიარები, შემდეგ შოლტის ანაბეჭდები ზურგზე. 3 დღის განმავლობაში მოხდა სრული სტიგმატიზაცია. გარდა ხელებისა დარჩენილია რომელიმე ამ ნაჭრილობებისგან? დარჩენს ფერდის საკმაოდ ისეთ ნაიარებია, რომელიც დარჩენილია. თავისთავად დარჩენილია ასევე შრამები ფეხებზეც, დარჩენილია ზურგზე საკმაოდ, ანუ ძალიან უცნაური თხოვნა, შეგიძლია ზურგზე მაჩვენო აი ეს შოლტის ნაკვალევი? ძიმე თხოვნა. შენ ყვები დაუჯერებელ ამბავს და თუ ამ ამბის დამადასტურებელი ფაქტი არსებობს, ეს სტიგმატები ეს არ არის იეროგლიფები, ეს არის ფაქტი,
რომელსაც აქვს არსებობის უფლება და ის არსებობს უკვე მე-11 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, უბრალოდ ერთი სხვაობა არის, რომ დღემდე ესასწაული ხდებოდა კათოლიკურ სამყაროში და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მოხდა მართლმადიდებელ სამყაროში, მაგრამ ანუ შენ ამტკიცებ, რომ ხარ პირველი მართლმადიდებელი სტიგმატი. მე არ მიყვარს ეს სიტყვა, მე არ ვამტკიცებ, რომ სტიგმატები მაქვს. ჩემი სტიგმატები ამტკიცებენ, რომ სტიგმატები მაქვს. სტიგმატი არის დაღდესმული ადამიანი. აი ეს ამტკიცებს, რომ მე მაქვს. მე არაფერს ვტკიცება, მე არასდროს არ მივდივარ არსად და მათ შორის ამ გადაცემაში, რომ ვიღაცას რაღაცა დავუმტკიცო. იმიტომ რომ ეს არის ჩემი ჯვარი. მე ვიტვირთე ეს ჯვარი და მე შევსვი ამ ბარძიმიდან. მე არ მინდა რომ თანაზიარი გახდე ამ ყველაფრის. მე არ მივიღწვი ამისკენ. შენ გაქვს არჩევანის უფლება. შენ გახდები თუ არა ამ ყველაფრის მოზიარე, გაიხსენებ თუ არა რომ შენმა მოდგმამ, ადამიანის მოდგმამ 21 საუკუნის უკან ქრისტეს დამართა მსგავსი. ეხლა აცნობიერებ რას ამბობ? მთლიანად ვაცნობიერებ რას ვამბობ. შემიძლია გავშიფრო თითეული სიტყვა რის ჩვენ გავიგეთ. ხო, არა, საერთოდ. ჩვენ მივხვდით. ჩემთვისაც არ არის სასიამოვნო ქრისტეს ჯვარცმა, როდესაც ეკლესიაში შევდივარ. ჯვარცმა მგონი ყველა ეკლესიაშია, ხო, მაგრამ მე ზურგს არ ვაქცევ. მე ვიცი, რომ ჩემმა მოდგმამ ადამიანის მოდგმა მისაწამა. ღმერთი აწამა. აბა, მოდი პირდაპირ კითხავ, რომ ამბობენ, რომ შენ ეკლესიაში ვერ შედიხარ? იყო ასეთი საუბარი. თავიდან ბოლომდე არის სიცრუე, რომ მე ეკლესიაში ვერ შევდივარ, მე ეკლესიაში შევდივარ. უბრალოდ მე არ შევდივარ ეკლესიაში, რომ გადამიღო. ვერ შევალ, იმიტომ რომ მე ვიქნები ხელოვნური. მე შემიძლია ბუნებრივად მოვყვე ჩემი ისტორია და რა თქმა უნდა არჩევანი არის მაყურებელზე ამას დაიჯერებს თუ არ დაიჯერებს. ეს არ ცვლის ჩემს სტატუსს. მე წითელ პარასკევს ეს არ მაყურებელი თუ არ დაიჯერებს, ეს იმას არის, რომ წითელ პარასკევს არ გადავიტან ქრისტეს ჯვარცმას და მე არ გავხდები წითელ პარასკევს. ყოველ წითელ პარასკევს მე ხდები მაცხოვრის წამებისა და ჯვარცმის თანამონაწილე. თუ მანამდე თუ პირველი სტიგმატები ეს მხოლოდ იყო ანაბეჭდები. მომდენო წითელი პარასკევი ეს იყო უკვე გამჭოლი სისხლმდიდარი ჭილობა. აგვიხსენიოს რას ნიშნავს? თუ რაიმე ვნება მიაყენეს მაცხოვარს. დაწყებული ფეხები რომ ნახოთ ეს მათრახის ცემისაგან სულ შრამებით არის სავსე. ხელებიც მუცელზეც ნარტყამი არის მათრახის ანუ ეს მათრახები არ ყოფილა. ამას გრძნობ და გტკივა? ეს ხდება წამიერად მე ვზივარ. და ჩემს გარშემო ყველა და ყველაფერი ხდება და მე ვარ იქ 21 საუკუნის უკან სადაც ხდებოდა ქრისტეს ჯვარცმა. მე ვუყურებ როგორ ხდებოდა ქრისტეს ჯვარცმა. მის შეგრძნებებს რაც შეიძლება რომ ადამიანმა აიტანოს. ანუ ძალიან ისეთი შედარება არის ღმერთი და ადამიანი. ანუ მაქსიმალურად რაც შეიძლება რომ ადამიანში გატარდეს, ღმერთმა იცის ზომები, რას გაუძლებს ადამიანი, მისი შეგრძნებები, მისი ფიქრები, მისი დამოკიდებულება წამების დროს. შენ თქვი ფიქრები. ფიქრები. ყოველი ძალიან ხმამაღალი ნათქვამია რა. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მე მუშაობ წიგნზე, რომელიც აღწერს სინამდვილეში ქრისტეს ცხოვრების ბოლო 3 დღეს, სადაც მაყურებელი და მკითხველი დარწმუნდება, რომ შეიძლება ადამიანმა ეს ინფორმაცია მიიღოს და გახსნილი იყოს მისთვის. ამიხსენი თორნიკე, ძალიან გთხოვა ამიხსენი. ანუ შენ იცი რას ფიქრობდა მაცხოვარი ჯვარცმის დროს? მაცხოვარი ჯვარცმის დროს ფიქრობდა დედაზე. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ფიქრობდა ღვთისმშობელზე, ძალიან მძიმე მოსაყოლია ჩემთვის და ის ეძებდა დედას. რამდენ წუთს გრძელდება ეს ყველაფერი? ბოლო წითელი პარასკევი გაგრძელდა 2 საათნახევარი. 2 საათნახევარი გრძელდებოდა ჩემი ტანჯვა შეიძლება ითქვას. მაინც ჩაგეკითხები პროცესში ამას ვინმე ხედავს? აი ზუსტად მან მინდოდა მისულიყავთ, რომ არსებობს ძალიან ცუდი ინფორმაცია, რომ თითქოს ჭრილობების დახსნამდე მე შევდივარ ოთახში, სადაც რამოდენიმე წუთი ვიკეტები და შემდეგ გამოდივარ და ჭრილობა დახსნილია. მინდა განმაცხადო, ვისაც ეჭვი ეპარება და ვისაც ამის გამო აქვს სურვილი რომ ნახოს. წითელ პარასკევს ჩემი სახლის გარეხია. მე არ შევდივარ არსად დასამალად. ჯერ ისეთი ხა მარტივი არითმეტიკა, ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, რომ 5 წუთში ადამიანმა ხელები დაიხრეტოს და მე ამ დახრეტილი ხელებით ზურგს გადაწუდეს, ფეხებს გადაწუდეს და თუ რა გაცოფებული უნდა იყოს წარმოიდგინე ალბათ. მე სტიგმატების დახსნის შემდეგ
რაც სტიგმატების дахსნა იწყება პროცესი მიმდინარეობს. ეს იწყება შუბლიდან იხსნება ფერდი, იღვრება უამრავი სისხლი. მე როგორც თვითმხილველები ამბობენ, სტიგმატების дахსნის პროცესში რამოდენიმე წუთი მარტოვდები. ეს ზოგჯერ არის 2 წუთი, ზოგჯერ არის 1 წუთი. რა ხდება იმ ოთახში? ეხლა მარტოვდები. მე თანხმობა გაცემული მაქვს ოთახში დამონტაჟდეს ფარული კამერები, მგრძნობიარე კამერები, რომელიც გადაიღებს სიბნელეში. რა ხდება უპრობლემოდ და მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ დღესდღეობით სიბნელეში გადაღება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ანუ თუ შესაძლებელია რომ მიიღოთ ჩემი თხოვნა და შემდეგ წითელ პარასკევს ჩვენ მოვიდეთ კამერებით, რომელსაც ჩვენ მოითხოვთ და ეს ყოფილი გადავიღოთ. ჩვენ ამას გადავიღოთ. მე პირდაპირ ეთერში მე ვიქნები თანახმა თუ ჩემი მოთხოვნა იქნება. მოთხოვნა არის ყველაზე თავარი მოთხოვნა არის წითელ პარასკევს იყოს მკვდარი სიჩუმე და გადამღებები მე ხელს არ მიშლით ეს. შემდეგ წითელ პარასკევს ჩვენ თქვენთან მოვდივართ. კი ბატონო, არ არის არანაირი პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა. ალბათ მაყურებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ დაუჯერებელი ისტორიის შემდეგ მოვისმინოთ თორნიკეს ოჯახის წევრების პოზიცია. ეს ორი ადამიანი ამ ყველაფრის მომსწრე და თვითმხილველია. მაშინ ასე გთხოვთ მივესალმოთ. დარეჯან ხაზარაძე და აფხანჯელ ჯგერნაია. საღამოშიდობისა. გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან გამარჯობა. დარეჯან, სრულიად დაუჯერებელი ისტორია მოვისმინეთ. თქვენ ხართ თორნიკეს დედა. ის რასაც თორნიკე ყვება, ეს რეალობაში ხდება თუ უბრალოდ თქვენ შულს აქვს საოცარი ფანტაზიის სამყარო და ამ ყველაფერს ისხედავს, მაგრამ ეს არ არის რეალობა. მაპატია თორნიკე მე ვსვავ კითხვას, რომელსაც დასვამს მაყურებელი ალბათ. მე ვიცი რომ იყო შემთხვევა, როცა თქვენ თვითონ საკუთარი თვალით უყურეთ სასწაულს. კი. თავიდან მეც მეგონა რომ რაღაც ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი იყო, ამას გეუბნებით, როდესაც თორნიკე არის 13 წლის და ერთ მშვენიერ დღეს მიყვება, რომ აი, იცით, მე 8 თვის უკან ეკლესიაში დედა ასე დამემართა. როგორც დედას გკითხავთ, რას გრძნობთ, როდესაც თქვენი შვილის თავს ასეთ რაღაცები ხდება? ის რაც მე ვიგრძელი, პირველ დღეს, როცა დავინახე ჩემს შვილს ნაჭრერობები როგორ გაუჩნდა, მე-10 წელიწადია და მე არ გამნელებია. ამის ახსნა, ამის გადმოცემა, ზედ ამას დედა თუ გაგიგებს, აი ვერც მოყვები, ვერც ვერავის ეტყვი, ძნელია ამაზე საუბარი. ერთადერთი ვცდილობდი, მე ფიქრობდი იმაზე, რომ აი რამე შვილს დაჭირდეს ეგ მიხმარება და არ გავიტიშო. არასდროს გიცდიათ რომ ან ფსიქოლოგთან, ან ფსიქიატრთან, ან მედიკოსთან მიგეყვანათ თქვენი შვილი. რატო? არა, რადგანაც თვითონაც იცოდა თქმა, რომ აი მე ეკლესია მიშველს, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უფრო და უფრო მივენდა ეკლესია. ყოველ წითელ პარასკევს თქვენი შვილის გვერდით. ჩემი შვილის გვერდით ავარ ყოველ წითელ პარასკევს. და საკუთარი თვალით ხედავთ როგორ ეხსნა. არა მარტო მე, აი ბოლო წითელ პარასკევს 40-მდე ადამიანი იყო ჩემს სახლში. აბთო, შენ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდი. ფაქტები რაც არის, თითქმის ყველა ჩემი გადაღებულია. ხო. მირონდენა ფერდის ჭრილობა რო გაიხსნა, ეგაც ჩემი თვალით რაც ვნახე, ნუ გადაღებული მაქვს და ნახეთ ალბათ. შენი თვალით უყურებდი როგორ გაიხსნა ეს? კი, ამდენი ჩავრთე კამერა გადავიხე. წითელი პარასკევი მე მგონი ერთადერთხელ არ ვიყავი, თორე დანარჩენი სულ შარშანაც ვიყავი. და შარშან არ გავსულა უბრალოდ ვიჯექი ოთახში და უკვე ამდენი ხალხი და ამდენი ისა უკვე არც მე მსიამოვნებს იმის ყურება და უკვე ამდენი ჩემთვის დასამტკიცებელი არაფერი არა და უბრალოდ ჩემთვის გვერდით ვარ ოჯახში ვარ და თორნიკე, მე მინდა დაგისვა შეკითხვა, რომელიც ვიცი რომ არ გესიამონება, მაგრამ მაყურებელს ეს აინტერესებს. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ეკლესიაზე. მაგრამ არც ერთ საეკლესიო პირს ყველაფერი იმაზე, რაც შენ მოგვიყევი კომენტარის გაკეთება, არ სურს. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა რატომ? მოდი აქედან დავიწყოთ, მე მინდა თუ არა გაკეთდეს ეს კომენტარი. მე უნდა ვიცხოვრო ჩემი ცხოვრება. მაცალეთ ხალხმა. მე ვცხოვრო, მე შეიძლება ხვალ ბერად წავიდე. მე არ ვიცი ვინ მიქნები 30 წლის ასაკში. მე შეიძლება ქრისტიანობის მტერი გავხდე 30 წელს. შეიძლება დღეს ილაპარაკო ადამიანზე, რომელსაც ახლა გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი ქრისტიანობაში. ეს ეშმაკია.
ასე ამბობენ შენზე? მოდი ხო, ეშმაკისეულია. ერთი მარტივი შეკითხვა იბადება, მიშველე. მე ეშმაკისეული ვარ, შენ მკურნალი ხარ. მე კაბა არ მაცვია, შენ წირა. ვინ უნდა გიშველოს? არა, თუ მე საშველი ვარ, იმიტომ რომ ეს არ არის პოზიცია, ეშმაკისეულე კომენტარის გაკეთება არ მსურს. მივხვდი მარტივ რამეს, რომ საერთოდ არ არის საჭირო კომენტარი. საერთოდ მარტივია შენმა საქმე მილაპარაკოს შენზე. გავათვიცნობია, რომ სტიგმატები ეს არის ჩემი. მე მაქვს ეს დაღი დასმული. ამას დაიჯერებს, ვინმე არ დაიჯერებს, სტიგმატები არსებობას არ წყვეტს. ძალიან დიდი მადლობა. თუმცა, თორნიკე, შედევა მაყურებელი ახლა გიყურებთ და ასეთი შეკითხვა, თქვენ ხართ ერთი ოჯახი. და შესაბამისად ძალიან იოლია ამტკიცო, როცა ერთი ოჯახი ხარ, რაღაცა კონკრეტული პოზიცია. ჩვენ ძალიან გვაინტერესებდა გარეშე მყოფი ადამიანის აზრი და ვიპოვეთ თვითხილველი, რომელიც ძალიან ხშირად აკვირდება, რა ხდება შენთან სახლში ყოველ წითელ პარასკევს. და ძალიან საინტერესო იქნება ალბათ მისი პოზიცია მოვისმინოთ, მას ჰქვია ოლიკო ჭილაშვილი. გამარჯობა ოლიკო. ძალიან სასიამოვნოა, დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. როცა პირველად შევიტყვე თორნიკეს შესახებ, გამოჩნდა ასეთი აზრი. ეს არის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ბიჭი, მდიდარი ფანტაზიით, რომელსაც უნდა ყურადღების მიქცევა საზოგადოების მხრიდან და ის ყვება დაუჯერებელ ისტორიებს. თქვენ თუ გინახავთ საკუთარი თვალით, როგორ ესახება მას სხეულზე ჭრილობები? კი. მომიყევით. ჩნდება პატარ-პატარა წერტილები, ისე სუბუქად იბურცება, მერე ის წერტილები ერთდება და უკვე გამოკვეთილად ჩნდება ჯვარი. და შემდეგ სდის სისხლი, ან არ სდის. ყოველთვის ერთნაირად არ ხდება. და ამ დროს როგორ იქცევა თორნიკე? ძალიან ხშირად ეს ყველაფერი ხდება თუნდაც ერთი ჭიქა ყავის დალევის დროს სამზარეულოში. ანუ აქ არ ხდება, რომ იგი ადგა, გავიდა, გამოვიდა და ნუ დახსნილია ყველაფერი რა. ეს ხდება ჩვეულებრივად, შეიძლება იჯდე, ესაუბრო მას და შენი თვალით უყურო. როგორ ჩდება ეს ჯვარი ან ნაკაწრები. ვერ გავიგე, შეიძლება ჭრილობა გაიხსნას არა წითელ პარასკევსაც? ჯვარი, რა თქმა უნდა. და ამ დროს თქვათ როგორ იქცევა თორნიკე? ძირითადად სერიოზულდება. თქვენ გრძნობთ ხოლმე, რომ აი ხა დაიწყება მისი საქციელიდან გამომდინარე. კი, თითქოს თავიდან შფოთავს. საერთოდ ძალიან მხიარული და კომუნიკაბელური ადამიანია. იწყებს შფოთვას, მერე სერიოზულდება და მერე რა ვიცი, ეს ძალიან ეს ჩვეულები უშუალოდ ხდება. თორნიკე, როგორც შენ გითხარი, ეს არის ამ ეტაპზე უკანასკნელი ინტერვიუ, რომელსაც შენ იძლევი. მოდი ერთგვარად შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. როცა შენ გამოხვედი მაყურებლის წინაშე, მე ასეთი ფრაზა ვთქვი, დღეს ის პირველად მოგვიყვება, ვინ არის მეთქი? ვინ ხარ? მე ვარ სტიგმატი. ადრე მქონდა სახრებას გადავშვიდი ხოლმე, რა თავიც ამომივიდო და კითხულობდი. ძალიან დაუჯერებელი ისტორია და მე გადავშარე სახრება სადღაც ყველაზე მინიმუმ 10 ჯერ, სხვადასხვა დღეს. და ამოვიდეს სიტყვები, წავიკითხე სიტყვები, რომ თუ ერთი ადამიანი მაინც იპოვო, რომელსაც ჩემი სწამს, ის ქვეყანა გადარჩება. და მარტივ რაღაცას მივხვდი, ხალხო, არავის არაფერს არ გაძალებთ. მე გადავრჩი, იმიტომ რომ მე დღეს მორწმუნე ვარ. დიდი მადლობა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრა იმისთვის, რომ მოხვედი. უღრმესი მადლობა ასეთი გულახდილობისთვის. ჩვენც არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენ უბრალოდ გიყვებით ჩემის აზრით ძალიან საინტერესო და ძალიან უცნაურ ისტორიას. უღრმესი მადლობა.